ყოველ შაბათს 4 საათზე. მეტი ექსპერიმენტი, მეტი თავგადასავალი და სივრცე, სადაც საუბრობ ყველაფერზე, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. შეიქმნენი პოზიტიური განწყობა, ეძებე სიახლე და გახდი ჩვენთან ერთად მაძიებელი. მენელებო გადაცემა მაძიებელი პირდაპირ ეთერშია მეტეფე მასი და სამის ეთერში კეთი და მარიამი მომდენო 1 საათს თქვენთან ერთად გავატარებთ და შევეცდებით კარგ ამინთან ერთად შეგექმნათ კიდევ უფრო სასიამოვნო განწყობა. მარიამ, შენც მოგესალმები და იმედი მაქვს, რომ შენს ისეთივე კარგ განწყობაზე ხარ, როგორი ამინდიც გვაქვს დღეს. უკეთესე თუ არა. მეც მოგესალმები, მივესალმები ჩვენს მენელს და აქვე აღნიშნავ იმასაც, რომ ვისაც გიყვართ მოგზაურობა, ლიდერობა, დებატები, საზოგადოებასთან შეხვედრები და გაინტერესებთ მენეჯმენტი, აუცილებლად უნდა უსმინოთ დღევანდელ გადაცემას და მიიღოთ სასარგებლო რჩევები ჩვენი სტუმრისგან. აქვე აღნიშნავ და წარმოვადგენ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარს, EMT განათლების და მართვის გუნდის დამფუძნებელი ბატონი პავლე თალიაშვილი. მადლობა ბატონო პავლე, რომ დღეს ბრძანდებით ჩვენთან. მოგესალმებით მარიამ, მოგესალმებით კეთი, მივესალმები რადიოს მსმენელებს. მეც მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება თქვენი რადიოს მეშვეობით ეთერში გავუზია, რომ მსმენელებს ის გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ჩვენთან გუნდში. ძალიან საინტერესოა, რამდენადაც გავაცანი თქვენ პროექტებს და თქვენ აი ამ გუნდს ძალიან საინტერესოა, ბევრი სიახლის გაგება შეგვიძლია ამ ყოველფრისგან და ბევრი რაღაცის სწავლა. მოდი, კარგი იქნება თუ თქვენ თვითონ წარადგენთ თქვენივე გუნდს, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია? ჩვენი ორგანიზაცია არის სერვის პროვაიდერი ორგანიზაცია, ნიშნავს, რომ ჩვენ ვაწვდით სერვისებს იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი შეთავაზება ჭირდება. მოკლედ გეტყვით, რა მიმართულებაზე მუშაობთ, ეს არის არაფორმალური განათლება ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან მომუშავე უფროსი ადამიანებისთვის, ასევე ვემსახურებით მუშაობთ იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც ზრუნავს თავისი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ორგანიზაციულ განვითარებაზე, ასევე თანამშრომლის შვილებზეც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, რომელიც არა მარტო თეორიულ ცოდნას აწვდის სხვა ადამიანებს, არამედ პრაქტიკულად ეხმარება, რომ ეს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. თვითონ ორგანიზაციის დამფუძნებლები ვინც ვართ, ჩემთან ერთად არიან გიორგი თვალიაშვილი, თია ლოვჟანიძე და ის ახალგაზრდების გუნდი, ვინც წლების მანძილზე იყო სხვადასხვა პროგრამის მონაწილე, დააგროვა გამოცდილება და დღეს უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ყოფილი მოსწავლეები, ჩვენი ყოფილი ტრენინგის მონაწილეები, ჩვენი სხვადასხვა პროგრამის ახალგაზრდები არიან ჩვენი კოლეგები, ჩვენთან ერთად მუშაობენ, ერთად ვქნით პროდუქტებს და შემდეგ უკვე ერთად ვემსახურებით იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი პროდუქტები ჭირდება. ძალიან საინტერესოა. მოდი დავაკონკრეტოთ რა პროექტებია ეს, რომ უფრო მსმენელმა უფრო დეტალურად გაიგოს და მიხვდეს რაზეა საუბარი. კეთილი, პირველ რიგში ალბათ კარგი იქნება თუ გავმიჯნოთ ერთმანეთს პროგრამასა და პროექტებს, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ ბევრი ორგანიზაცია არის ორიენტირებული პროექტებზე და პროექტიდან პროექტამდე ახორციელებს თავის მოქმედებას. ჩვენ 98 წლიდან დავიწყეთ მსგავსი ტიპის მუშაობა ქალაქ რუსთავში, როდესაც პირველად მოხვდით მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ერთ-ერთი საერთაშორისო პროგრამით გათვალისწინებულ ტრენინგებში. ეს იყო ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაციების პროგრამა, სადაც უცხოელი ტრენერები ჩვენ გვიზიარებდნენ გამოცდილებას და გვეუბნებოდნენ თუ როგორ უნდა დავაფუძნოთ, როგორ უნდა დავიწყოთ არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორ ჩავთოთ განათლების სისტემაში მშობლები. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც კრიტიკული აზროვნება, მშობელთა ჩართულობა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო და საკმაოდ დიდ პრობლემებს ხვდებოდით, მათ შორის მასწავლებლებისგან, მშობლებისგან, რომ რაში ჭირდებათ ბავშვებს კრიტიკული აზროვნება. დღეს შეიძლება გაგვეცინოს, მაგრამ 98-99 წლებში, როდესაც ამ პროგრამებს ვიწყებდით, ბევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არ ქონდა, რაც ქვია კრიტიკა და მეგონათ, რომ კრიტიკა არის უარყოფა რაღაცის, კრიტიკა არის გადახაზვა და ჩვენ მაინც ვცდილობდით. მინდა გითხრათ, რომ პირველი წლები გაგვეჭირდა იმ გაგებით, რომ ხარდამჭერი იყო და ძალიან
ახალი იყო იმ გაგებით რომ ვერ იგებდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი რაზე იყო საუბარი რა საჭირო იყო აკადემიური განათლების გარდა კიდე სხვა ტიპის განათლება სკოლა მეტნაკლებად თავის ფუნქციას ასრულებდა რეპეტიტორები ძალიან კარგად ასრულებდნენ მაშინაც და დღესაც თავის ფუნქციებს და ბევრი ბავშვი ყავდა წარმატებული იმ გაგებით რომ ბავშვები აბარებდნენ უმაღლესში იგებდნენ სხვადასხვა კონფერენციებში ოლიმპიადებზე და უცებ ჩდება ადამიანთა გუნდი რომლებიც თავაზობს საზოგადოებას რომ იცით რა თქვენ შვილებთან ვიმუშავებთ და კიდე რაღაც დამატებით რაღაცებს შევთავაზებთ რა იყო ეს დამატებითი რაღაცა ცოტა გუნდოვანი იყო ჩვენთვისაც კი ვინც ამას თავაზობდეთ იმიტომ რომ ძიების პროცესში ვიყავით კონკრეტულად პირველად რომ აგვეხსნა ადამიანებს თუ სად უნდა მოეყვანა თავისი შვილი ძალიან გვიჭირდა იმდენად უცებ და რასეუბნებოდით რას თავაზობდით საიდუმლოს გაგიმხელთ და პირველად დავიწყეთ მეგობრების და ახლობლების შვილებისგან თორე ესენი გვენდობოდნენ და გვეუბნებოდნენ რომ თქვენ ახლა ცუც არაფერს შემოგთავაზებთ და მოდი მოვიყვან ჩვენ შვილს შაბათ-კვირას მაინც არაფერს არ აკეთებენ ბავშვები და დაბატებით იარონ რას ვაკეთებდით და პირველი რითიც დავიწყეთ ეს ხო დებატების პროგრამა სადაც ბავშვებს ვასწავლიდით თავისი აზრის არგუმენტირებულად გადმოცემას ვეუბნებოდით რომ სანამ აზრს იტყვი კარგი იქნება რომ შეისწავლო როგორც მომხრე ასევე მოწინააღმდეგე პოზიცია სანამ დააფიქსირებ ასევე კარგი იქნება რომ შენ გქონდეს საფუძველი ამ აზრს რატომ გადმოსცემ რომ არა მარტო მოსაზრება არა მარტო ემოციურად უნდა იყოს გადმოცემული არამედ უნდა იყოს არგუმენტირებულად და ასევე გამიზნულად ერთია რომ გაქვს არგუმენტები მეორეა ადამიანს ამ არგუმენტებს აწვდი უნდა იცოდე რატომ აწვდი რა გინდა მისგან ალბათ სავარაუდოდ არ უნდა დაგეთანხმოს და უკეთეს შემთხვევაში გამოუყვეს ხო შენთან ერთად იაროს ჩვენ თავზე გამოვცადეთ ეს პირველად ხო გეგმებით ძნელი იყო რომ დაგვერწმუნებინა ადამიანები და დავიწყეთ პირველად 3 ოჯახის ბავშვით 3 ბავშვი იყო სხვადასხვა ჩვენი მეგობრების ოჯახიდან მე შემოემართნენ ამას მოსწავლეები რომლებთანაც სკოლაში მუშაობდით კლუბები იყო უფასო აბსოლუტურად რატო იყო უფასო ესეც უცნაური იყო და ამასაც გვეუბნებოდნენ რომ უფასოდ აკეთებთ რაღაცებს ესე იგი თქვენ ვიღაცის რაღაც ადრასიდან რაღაცას გამიზრა არ ვიტყვი ახლა რას ყველაფერს არ ვიტყვი რას მეუბნებოდნენ მაგრამ თქვენ ალბათ რომელიღაც დაჯგუფების წევრი ხართ და იმიტომ გინდათ ჩვენ შვილებთან უფასოდ იმუშაოთ პირველი წარმატება მოყვა ამ ურთიერთობას 2000 წელს როდესაც ორი ბავშვი და მე მიგვიწვიეს როგორც კონკურსის გამარჯვებულები უნგრეთში იყო საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა როგორც შეიძლება არაფორმალურ განათლებაში გამოვიყენოთ ესეთი მიდგომები როდესაც ბავშვები სწავლობენ თავისი ქალაქის ისტორიას მოთ ამას სწავლობენ არა იმიტომ რომ ნიშანი დაუწეროს ვიღაცამ სკოლაში ისტორიაში მაგალითად ან გეოგრაფიაში არამედ სწავლობდნენ იმიტომ რომ თავისი თანატოლებისთვის წარედგინათ ეს ცოდნა და სოფლის სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს ერთმანეთის ქალაქების შესახებ ქონოდათ რაღაც ინფორმაცია. ცოტა უცნაური პერიოდია 2000 წელია, მაშინ ვიკიპედიაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი იყო, არანაირი Google-ის საძიებო სისტემა და მინდა გითხრათ ინტერნეტიც არ ქონდა. ჩემ ერთ მეგობარს ქონდა ინტერნეტი, ოღონდ მეუბნებოდა რომ პავლე ინტერნეტს ხანდახან გამოგაყენებინებ, იმეილს გაგაგზავნინებ, ოღონდ აქ ვერ დაგსვავ და ვერ აგაკრეფინებ, უბრალოდ შენ მოიტანე, მაშინ ფლოპი დისკები იყო, ფლეშკაც არ იყო, დისკზე ჩაწერილი მოიტანე ეს იმეილზე რაც კიდე გააგზავნო და მე დავაკოპირებ და გაგაგზავნებ 10 წუთი დაგსვა მეტი ვერა. ეხლა პრობლემა ის იყო რომ სად უნდა ამეკრიფა ეს კომპიუტერი არ მქონდა მაშინ. მეორე მეგობარს ჰქონდა სამსახურში კომპიუტერი და უფროს იყო კეთილგანწყობილი, რომელიც გეუბნებოდა რომ თქვენ კარგ რაღაცას აკეთებთ და იმათ ინტერნეტი არ ჰქონდათ ოღონდ. იქ ვეჭდავდით და შემდეგ მიდიოდით მეორე მეგობართან და ეს ტექსტი რა იყო ახლა? ეს ტექსტი იყო ისეთ რომ მოსწავლეები რო წერდნენ ინფორმაციას, მაგალითად ერთი დღე ჩემ ცხოვრებაში თემა უნდა დაეწერათ ინგლისურად, უნდა დაეწერათ მე და გარემო, საყვარელი ადგილები, სად ვატარებ დროს, ცხოველები და მე რაღაცა. ეს პატარ-პატარა თემებს წერდნენ ბავშვები ინგლისურად და ეს თემები მე მქონდა ფურცლით, მე ვკრებდით ერთ კომპიუტერზე, მე მქონდა დისკით მეორე კომპიუტერზე, ვაგზავნიდით და მე უკუ პროცესი იწყებოდა, იმიტომ პასუხები მოდიოდა, ვიღებდით, ეს მქონდა, მე ამობეჭდით მოსწავლეს. ეხლა იმილით გვიხსენებთ, მაგრამ წარმომიდგენია მაშინ რამდენი შრომა იყო. შრომა იყო სასწაული და მაშინ ვიყავი 27 წლის. მინდა გითხრათ
მთელი ენთუზიაზმით სავსე და კი, და თან რა იყო, იცით, ინგლისური არ ვიცოდი, სასაცილოც ეგეც არის, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცოდი და ჩემი მოსწავლეები მეხმარებოდნენ, რომ ინგლისურად დამემყარებინა კომუნიკაცია კოლეგებთან უცხოეთში და მე გავარკვიე, რომ ბევრი კოლეგაც იგივე სიტუაციაში ყოფილა, რომ ჩვენ არ ქონდა მარტო ამერიკელ და ინგლისელ პედაგოგებთან ურთიერთობა, ქონდა აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის, აზიის ქვეყნებიდან პედაგოგებთან ურთიერთობა და ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც. ამდენი წელი გავიდა, 16 წელი გავიდა, 15 წელი გავიდა და დღესაც 35 ქვეყანასთან აქვს ურთიერთობა. უღონთ დღეს უკვე Skype გვეხმარება, Facebook გვეხმარება. საკუთარი ინტერნეტი და კომპიუტერი ხომ? ინგლისურიც ვიცი უკვე, ამდენი წელი ინგლისურად საუბარმა მომცა საშუალება, რომ დღეს უკვე დამოუკიდებლად დავდივარ კონფერენციებზე და ბევრ ადამიანსაც ვეუბნები რა, რომ თუ გინდა რაღაცა ისწავლო, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც მასწავლებელთან იარო, დამატებით რეპეტიტორს გულის ხომ ან ცენტრში იარო. რა თქმა უნდა, ეს კარგია. Როდ ყველას არ აქვს ამ ფინანსური საშუალება, რომ მოემზადოს ან ძირად ღირებული ინგლისური სასწავლო კურსებზე იაროს. და დღეს უკვე ამის დანერგვას ვცდილობთ ამდენი წელია და არაერთი მოსწავლე, ვინც ეს პროგრამები გაიარა ჩვენთან, არის წარმატებული. დაუბრუნდები ისევ. ეს იყო პროგრამა, რომელიც არ მთავრდება და პროგრამას ქვია საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსების ქსელი, IERN-ი. ჩვენ ვართ ამ პროგრამის მონაწილე 2000 წლიდან. ხოლო შიგნით ხდება მოკლევადიანი საქმიანობები, რომელსაც პროექტებს ვეძახით. ეს არის დროში გაწერილი საქმიანობა, რომელსაც აქვს დასაწყისი, დასასრული, კონკრეტულ შედეგზე გავდივართ და ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რეცეპტების წიგნს აკეთებენ ბავშვები. პროგრამაა, რომ სკოლის მოსწავლეებზე საუბარი. სკოლის მოსწავლეები, ასაკი არის სკოლის მოსწავლეების, მაგრამ ჩვენთან არიან სხვადასხვა სკოლის ბავშვები და დადიან. ისევე როგორც ნებისმიერ სკოლას თვითონ შეუძლია ეს პროგრამა თავის სკოლაშივე გააკეთოს. კიდევ ერთ პრობლემას შევაწყვეტით აქ. ვისაც უნდა რომ ენთუზიაზმით აკეთოს, ხედვა აქვს, მომავლის განვითარების უნარი აქვს და სურვილი აქვს, ის ადამიანები აკეთებენ დიდხანს ამას და პროგრამა ხდება, მაგრამ პედაგოგების ნაწილი, რომლებიც ამბობს, რომ რა მექნება აქედან. რატო უნდა ჩავერთო? ხო, რატო უნდა გავაკეთებინო მოსწავლეებს რეცეპტების წიგნი ქართული კერძების. როცა ეს არ შედის ეს შემოვალეობაში, არ არის პასუხისგებლობა. თუმცა მათი პოზიციაც გასაგებია. მათი პოზიცია გასაგები ჩემთვის არ არის. კიდე გეტყვით რატო არ არის? დღესაც კი უკვე რომ პედაგოგებს შეუძლიათ წარადგინონ თავისი პორტფოლიო, წარადგინონ მიღწევები და თქვან რომ დამსახურება მოდის დროთა განმავლობაში, არ უნდა თქვან ამ ადამიანებმა განვითარების შესაძლებლობაზე უარი. ხელფას არ უხდიან ამაში დამატებით დღეს. ანუ კაცმა არ იცის ეს ხვალ რას მოიტანს, ხო? თუმცა ეს ადამიანები უკვე დამსახურებული პორტფოლიოთი და ასე შემდეგ მუშაობენ ძალიან დაბალ ხელფასებზე. მათ ყავთ ოჯახები, რომლებსაც არანაკლები დრო სჭირდებათ და თქვენც დამეთანხმებით, რომ იგივე მსგავსი პროექტების განხორციელებას არ სჭირდება 5 და 10 წუთი და იგივე რამდენი 15 და 9 საათი ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, ბავშვებთან ინტენსიური მუშაობა და ასე შემდეგ, რაც დროსთან არის დაკავშირებული და მე ვფიქრობ, რომ მათი პოზიცია გასაგებია ამ შემთხვევაში, რომ უარს ამბობენ, რას მივიღებთ აქიდან. მე გეტყვით, რას მიიღებენ. მათი არაერთი კოლეგა არის წარმატებული ტრენერი, პედაგოგია და პარალელურად ტრენერია. მათი არაერთი კოლეგა არის წარმატებული ავტორი, მათი არაერთი კოლეგა არის წარმატებული მენტორი, რომელსაც გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე პედაგოგს მარტო პედაგოგობისგან. მაგრამ როგორ მიაღწიეს ამას, ნაცვლად იმისა, რომ მარტო პედაგოგი ყოფილიყო და იმ ხელფასზე ყოფილიყო, რაც არის პარალელურად კითხულობდა, სწავლობდა, ესწრებოდა, ქმნიდა, მუშაობდა და მან დროთა განმავლობაში მოიტანა შედეგი, რომ დღეს სკოლაში მუშაობა სიამოვნებს ამ ადამიანს და თან პარალელურად აქვს საკმაოდ ნორმალური შემოსავალი. თან აქ არ ვსაუბრობ მე თბილისელ პედაგოგებზე, არ ვლაპარაკობ მარტო დიდი ქალაქების პედაგოგებზე, ბევრ კოლეგას პირადად ვიცნობ, რომელიც არის რაიონიდან, სოფლიდან და არის წარმატებული, არა მარტო პედაგოგი, არამედ წარმატებული ტრენერი, წარმატებული წიგნის ავტორი, წარმატებული საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებელი და აქვს სარგებელიც, თუ სარგებელიც შეიძლება ამას უწოდოთ, ჰონორარები, იწვევენ კონფერენციებზე, უფინანსებენ გზას, სასტუმროს, მონაწილეობის თანხას, აძლევენ ტექნიკის გამოყენებას, აძლევენ ჯილდოებს. გასაგებია უბრალოდ აი თავიდან რთულია დაიწყო ენთუზიაზმზე ეს ყველაფერი. იგივე სიტუაცია მოსწავლეებთან, იგივე სიტუაცია ბავშვებთან, იგივე სიტუაცია ახალგაზრდებთან. ჩვენ ახლა თემატურად შეგვიძლია გადავრთოთ და ვთქვათ,
რა პრობლემა იჩენს ხოლმე თავს ახალგაზრდებთან რომ მუშაობთ. ძალიან ბევრი მშობელი და არა ახალგაზრდა გვირეკავს და გვეუბნება ესეთ რამეს. ან მოდიან. ჩემ შვილს მინდა სამსახური უშოვო. კი ბატონო, შვილს კიდე არა უშავს, თუ კი ამბობენ ბავშვს და ეს ბავშვი არის 28 წლის, 32 წლის და დედა მოდის, ან მამა მოდის და გვეუბნება რომ ბავშვს სამსახური მინდა უშოვო. თქვენ ამას ეხმარებით? დიახ, ეხმარები და გეტყვით როგორ ეხმარები. პირველ რიგში ის მომგვრელია, როდესაც ქალბატონი მოდის და 28-30 წლის მამაკაცზე გეუბნებით, ჩემს ბავშვს მინდა სამსახური უშოვო. ეხლა თუ ქართული ანდაზებით ვისაუბრებთ, სანამ დედა მყავს არ დავბერდებიო და არ დავბერდები, შეიძლება ვიღაცას გონია რომ არ გავიზდები და სულ პატარა ვიქნები და ვეხმარები რითი რომ საკმაოდ ისეთ კაცრი ვარ მაგ დროს დავისავ ხოლმე ერთსაც და მეორესაც და ვუხსნი რომ დედა უნდა ჩაეხსნას უკვე განებოს თავი და მე უკვე ამ ახალგაზრდასთან ვიწყებთ ურთიერთობას რომ გავაგებინოთ რა უნდა ჩვენ კი არ გავიგოთ თვითონ გაიგოს რა უნდა იცოდეს ადამიანმა რა არის მისი დანიშნულება და უნდა იცოდეს სადაპირებს მივიდეს ხო სამსახური რომ უნდა ვეკითხე რა თქინდა სამსახური რისთვის გინდა პასუხი ცხადია მარტივე ფული რომ მქონდეს ფული რა თქინდა ხო მეუბნება ფული მინდა იმისთვის რომ ვიყიდო ტანსაცმელი ვიყიდო საჭმელი მაგრამ რეალურად დღეს ამას ის დედა ყიდულობს ამ ბავშვს 32 წლისას ანუ რეალურად ეს არ უნდა ხო რაღაც სხვა რაღაცა უნდა დამოუკიდებლობა უნდა ხო კი ბატონო დამოუკიდებლობა უნდა შეიძლება უკვე გვიანია 32 წლისამ რო დაიწყოს ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე უფრო ადრე ასაკიდან დავიწყოთ 17-დან 18-დან სანამ სტუდენტი გახდება ან პირველი კურსელებიდან ვიღაცები მაინც მოდიან გვიან ჩვენ კლუბებში ყავს ესეთი მონაწილეები რომლებიც საშუალო რანგის მენეჯერები არიან მუშაობენ სერიოზულ თანამდებობაზე და მოდიან და ამბობენ რომ იცით რა ჩუმად გვეუბნებიან რა თქმა უნდა ამას ხლა აფიშირება ამის ცოტა ძნელია მე აკადემიური განათლებით ვერ მივიღე საკმარისი ცოდნა და ეს აღმოვაჩინე მე როდესაც საქმე მიდგა სამსახურის დაწყება ეს პრობლემა ნამდვილად დგას ორი ტიპის პრობლემა დგას ერთი რომ სამსახურის დაწყებას რო ვაპირებდი მეუგნებოდნენ რომ ჯერ არსად არ გიმუშავია სამსახურში როგორ აგიყვანოთ ნამდვილად ამასაც ვეხმარებით და ვეუბნებით რა უნდა გააკეთონ და მეორე დავიწყებ სამსახურს და აღმოვაჩენ რომ ელემენტარული რაღაცები არ ვიცი ისეთი რაღაცები რაც ჭირდება ამა თუ იმ საქმის ხო მაგალითად განცხადების დაწერა მინი გეგმის სამუშაო გეგმის შესრულება დროის მართვა მერე ანგარიშის დაწერა თუ რაღაც საქმიანობას ვახორციელებ მონიტორინგის განხორციელება შეფასება ობიექტური ინდიკატორები როგორ დავდო რომ ვიღაცამ თქვას რომ წარმატებულიო რა წარმატებული აი ამდენი რაღაცის სწავლა რეალურად თეორიულად თუ ეს განათლება მიიღო ძალიან დიდ ხანს უნდა ისწავლო ადამიანმა ამიტომ ვიფიქრეთ რა გაგვიკეთებინა და თქვით რომ მოდით პრაქტიკაში დავნერგოთ და ის კლუბები რომლებიც გვაქვს ამ კლუბებში მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება რომ რეალიზება მოახდინონ თავიანთი თავის გეტყვით რამდენიმე მაგალითს მინი პროექტების განხორციელების საშუალებას ვაძლევთ ადრეული ასაკიდან და ამ მინი პროექტებში თუ ახალგაზრდა არის ჩართული შეუძლია თავის სივში დააფიქსიროს რომ მას განხორციელებული აქვს ამდენი და ამდენი პროექტი რეალურად აქვს და იმიტომ შეუძლია შესაბამისად როდესაც 10 წლის შემდეგ 15 წლის შემდეგ ახალგაზრდა მივა დაიწყო 12 წლისამ ხო 10 წლის შემდეგ 22 წლის იქნება უნივერსიტეტის დამთავრებული აქვს შეიძლება მაგისტრატურას დამთავრებული აქვს და უკვე ფიქრობს რომ სერიოზული სამუშაო დაიწყოს ამ ახალგაზრდას 10 წლიანი გამოცდილება აქვს პროექტების მართვის ეს უკვე იმდენად დიდი რესურსია რომ ერთერთი ორგანიზაცია ვერ მოუდევს ბიზნესად რომ შენ გამოცდილება არ აქვს გამოცდილება აქვს საქველმოქმედო პროექტების გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო პროექტების გამოცდილება აქვს გარემოს დაცვითი პროექტების გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებების პროექტების გამოცდილება აქვს ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების ერთადერთი ადამიანს კი ერთადერთი ადამიანს ყველა სფეროში იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ჩვენი მიდგომა რასაც ვაკეთებთ თამაშით ზედმეტი ძალდატანების გარეშე მხარდაჭერით მოდი გავაკეთოთ რაიმე კარგი და იმ კარგის კეთების დროს შემოდის ასე არის რა თქმა უნდა ხო შემოესწავლება იმდენად ბევრი რაღაცა რომ ან ესე საინტერესო არა გაკურებული დარჩება ისე ნამდვილად ჩვენი პირდაპირ ეთერის დროს რეკლამის დრო არის ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით ბატონ პავლესთან ერთად და კვლავ გავაგრძელებთ ეს საინტერესო თემებზე საუბარს და რჩევების მიღებას ასე რომ დაგველოდეთ მადლობთ
გადაცემა მაძიებელი პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. ქეთისთან და მარიამთან ერთად ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი კი გახლავთ EMT განათლების მართვის და მართვის გუნდის დამფუძნებელი ბატონი პავლე თვალიაშვილი. კიდევ ერთხელ მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. ვინც ახლა შემოგვერთა გეტყვით რომ საკმაოდ საინტერესო პროექტებზე და პროგრამებზე ვსაუბრობდით ბატონ პავლესთან ერთად განათლებისა და მართვის გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ერთ-ერთი ასეთი იყო თუ როგორ უნდა გავხდეთ და განმევითაროთ ის უნარები და ჩვევები, რაც დაუშვათ შემდეგში ლიდერობისთვის გვჭირდება. და ბატონო პავლე, ჩვენ ვისაუბრეთ მშობლების დამოკიდებულებაზე. რო აღვნიშნოთ, ბავშვები თვითონ როგორ იღებენ ამ ყველაფერს, ანუ მათი პირველი რეაქცია რა არის, როდესაც ეუბნებით აი ესე თამაშით ასწავლით საკმაოდ საინტერესო და ისეთ რაღაცებს, რაც ცხოვრებაში მომავალში ძალიან გამოადგებათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ კითხვებისთვის. მიდგომა, რომელიც არის სწავლაკეთებით, არ არის ახალი, ანუ ჩვენი მოფიქრებული არ არის და საუკუნეების მანძილზე აკეთებდა. ხო, დააპრობირებული მეთოდია და ბევრი ორგანიზაცია. საუკუნეების მანძილზე და უამრავი ადამიანი, მათ შორის რელიგიური ლიდერები, პოლიტიკური ლიდერები, ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს დედამიწაზე ბევრი რამ სასიკეთოთ, ხანახან არც სასიკეთოთ. სწავლობდნენ და კეთების დროს ანალიზს აკეთებდნენ. მთავარი რაც არის მარტო თამაში არ უნდა იყოს, იმიტომ თამაშის შემდგომ, თუნდაც თამაშით მიწოდებული პროგრამის შემდგომ აუცილებლად საჭიროა გააზრება, რომ მივხვდეთ რა ვისწავლეთ, ან რა დასკვნების გაკეთება უნდა, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ თითოეული აქტივობიდან. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენთან პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ერთი შეხედვით ესეთი დამოკიდებულება უჩნდებათ, რომ თამაშობთ მარტო და კარგია რომ ვერთობით. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ კარტო. რა თქმა უნდა, გადის პერიოდი და მე ამბობ, რომ იცით რა, ბატონო პავლე, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, თქვენ და თქვენმა მეგობრებმა, აი თამაშით იმდენი რამე დაგვანახეთ, იმდენი რაღაცა გვასწავლეთ, რომ ჩვენ ამას ვიყენებთ პრაქტიკაში, ვიყენებთ როგორც სტაჟი უკვე აქვს ორგანიზაციას, დიდი ხანია მუშაობთ და ამ ორგანიზაციაში შეკრებილი ვართ ის ადამიანები, ვინც წლებია სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობდით. ბევრი წლის შემდეგ ბრუნდებიან ადამიანები და მადლობას გვეუბნებიან, რომ ამ წელს, სიტყვაზე 2002 წელს ან 2007 წელს თქვენთან ვისწავლეთ რაღაც კონკრეტული და მაშინ ეს პასიურში გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიურად ვისწავლეთ. გავიდა წლები და მე დავდექი გარკვეული სიტუაციის წინ და აღმოაჩინე, რომ აი ეს ნასწავლი გამომადგა. ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ერთ-ერთი გოგონა, კეთი, ჩვენი პროგრამის მონაწილე იყო დებატების პროგრამის, როდესაც ჩვენ არგუმენტირებულ კამათს ვასწავლით ბავშვებს, მაშინ საკმაოდ პატარა იყო, სკოლის მოსწავლე, არა დამამთავრებელი კლასების უფრო პატარა. და დღეს არის წარმატებული ქირურგი ერთ-ერთ დიდ საავადმყოფოში, რამდენიმე დღის წინ ჩემ მეგობარს უთხრა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ჩვენი საერთო მეგობარი არის ჩემი და კეთის და მეგობარმა მომწერა, რომ პავლე რო არ მოგწერო, შეუძლებელია, იმდენად დიდი ემოცია იყო ამ ყველაფრისგან, რომ კეთი მარიამ ამ ბავშვზე მინდა რომ მას ოქნა გვარს არ ვიტყვი, პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა. არ აქვს ახლა ასეთი მნიშვნელობა გვარს დავასახელებ თუ არა. რომელიც არის გამისი საავადმყოფოს ერთ-ერთი მთავარი ქირურგი, მან ერთ-ერთი ოპერაციის წინ მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ ისეთი ქირურგიული ოპერაცია, რომელიც წესით არ უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი. მან გამოიყენა ყველა ის არგუმენტი, რაც კი ნასწავლი ჰქონდა. თეორიული და ანალიზური ჩვენებების შედეგად ის ოპერაცია არ უნდა გაკეთებულიყო? რაღაც მიზეზების გამო ის ოპერაცია არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ამ გოგონამ იმდენად სერიოზული არგუმენტები მოუტანა თავის კოლეგებს ამ ადამიანის გადასარჩენად, რომ თქვა, რამდენად ღირებულია ამ ადამიანისთვის ბრძოლა და გარისკვა, იმიტომ რომ ის იყო ძალიან ღირებული ადამიანი, ვისთვისაც ამ ოპერაციის გაკეთებას აპირებდნენ. წესით არ უნდა გაკეთებულიყო ეს ოპერაცია. და გაკეთდა ოპერაცია, გადარჩა ეს ადამიანი და მადლობის ნიშნად, რომ აი წლების წინ ასწავლე არგუმენტირების ტექნიკები გამოადგა. მე არა ვარ ექიმი, რა თქმა უნდა, მედიცინა მისთვის არ მისწავლებია და ჩვენმა გუნდმა მას უბრალოდ ასწავლა, როგორ დაასაბუთოს, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთია, როდესაც ცოდნა გაქვს და მეორეა, როდესაც ამ ცოდნის დასაბუთებას
აკეთებ საინტერესოა მე ვფიქრობ და მნიშვნელოვანია რომ ეს უნარები კონდეს იგივე სკოლის მოსწავლეს და იგივე ზრდასრულად გადაწყვეტილების მიღება დღეს ჩვენ საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი საკითხი რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება. როდესაც ვაფასებთ რაღაცას და ვამბობთ კარგია, ცუდია, უირა საშინელება, უირა ბრწყინვალეა ესეთ ზოგად სურათს ადვილად ვაფასებთ, ხო, რატომ არის კარგი ან ცუდი, მაგრამ როგორც კი სპეციფიურ საკითხებზე მიდის საუბარი, დეტალურად რომ ანალიზი გააკეთო, მაგალითად მიმდინარეობს მშენებლობა როსტოვ-თბილისის გზაზე. ყოველდღე დავდივარ და ვიცი. და ამ მშენებლობის პარალელურად დღე არ გავა რომ ავარიები არ მოხდეს ამ გზაზე. ანალიზის საშუალება რომ რაც უდია რომ ავარიები ხდება, მაგრამ მაინც ხდება, ყოველდღე ხდება ავარია, კიდე ემატება, დღე არ გავა რომ ადამიანები არ დაიმტვრნენ, ან ხანდახან არ დაიღუპნენ ხოლმე. უჭირს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ანალიზის გაკეთება თუ რა ქმედება იწვევს იმას რომ ავარია ხდება. ძალიან გვეგონა რომ ბევრი ადამიანი დაგვიჭირდა მხარ სამწუხაროდ არ დაგვიჭირა ბევრმა მხარი, როდესაც ჩვენ მოწოდება გავავრცელეთ რომ საცობის დროს ღერძულა ხას ნუ გადაკვეთ ხალხო და ნუ წახვალთ საწინააღმდეგო მოძრაობ ჩადეკით და დაელოდეთ რომ ეს საცობი გაიწყოს და გავიდეს. ძალიან ბევრმა ჩვენმა ნაცნობაც არ დაგვიჭირა მხარი და ეს უკვე რაღაც გარკვეულწილად ქართული ხასიათიდან გამომდინარე ხო, მაგრამ იგივეა იტალიაში, იგივეა ესპანეთში, იგივეა პორტუგალიაში, შეიძლება თქვა რომ ეს არის აღმოსავლური, ისა სამხრეთული ცხელი სისხლი და რაღაცა, მაგრამ რო ფუჭდება ხო, რაღაცები ხო ფუჭდება ძალიან ბევრი ადამიანი პრობლემების წინაშე. ეს ერთი მაგალითი გითხარით. იგივე ქართველური ბუნებიდან გამომდინარე თუ მოგწონს ყველაფერი, მაშინ თვითინებაზე მიუშვათ და სკოლაშიც არ ვიაროთ, ეს ხო არ არის ქართველი რო დაიბადა სკოლაში ხო არ დადიოდა, ქართველი რო დაიბადა, პირველი ქართველი რო გაჩნდა ატესტატს ხო არ იღებდა, მაშინ მივატოვოთ და იყოს როგორც ცხოვრობდა ხო იმითი შუბით დარბოდა სადღაც დღეში, ეგრე ირბინოს ქართველმა, არა ხო, არ მოგწონს და მოვიდა თუ განათლება მნიშვნელოვანია, ცივილიზაცია მნიშვნელოვანია, რაღაც პრინციპები მნიშვნელოვანია. რაღაც პერიოდში თუნდაც იგივე რელიგია რო შემოვიდა, რაღაც პერიოდში ხო გადაწყვიტა ქართველმა რომ მანამდე ქართველი სხვანაირი იყო, არა, არ იყო რელიგიური და ერთ დღესაც თქვენ რომ უნდა გავხდეთ რელიგიურები უნდა ვიყოთ. რაღაცის გამო, ზებუნებრივი თუ ესეთი მოვლენების გამო. ესე იგი შეიძლება რომ რადიკალურად შეიცვალოს ქართველი. და რატომ არ უნდა შეიცვალოს? აი ამაზე მუშაობთ და ამაზე ვფიქრობთ და განვიცდით და ის ადამიანები, ის ოჯახები, ის მეგობრები, ნაცნობები, ვინც ჩვენი პროგრამების მონაწილეები ყოფილან, გვეუბნებიან რომ ისინი ხედავენ რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი მიდგომა. წლებია უკვე გროვდება ეს გამოცდილება და ჩვენ გვიამაყება რომ მოდის ადამიანი და გვეუბნება რომ ველოდებოდის 3 წელი, 4 წელი სანამ ჩემი შვილი გახდებოდა 9 წლის რომ თქვენამდე მომეყვანა და მოდის საინტერესო იქნება თუ ფასებზეც ვისაუბრებთ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, რამდენიმე წლის წინ ეს იყო უფასო. ამ შემთხვევაში როგორ არის? და მინიმალური ასაკი რა არის? იმიტომ რომ როგორც 9 წელია, როგორც განვიცემთ ურთიერთობას ბავშვებთან, პირველი კლუბები სადაც შეუძლიათ მოიყვანონ პიროვნული უნარჩვევების განვითარებისთვის ბავშვები და კი ბრენდული სახელია ან მარკეტინგული შეგვიძლია უწოდოთ უფრო რო ქვია მომავალი ლიდერების კლუბი, უფრო ადვილი ადამიანმა გაიგოს რომ ლიდერად ჩამოყალიბებას უწყობ ხელს, ვიდრე ჩამოთვალო ყველა უნარი და თქვა რომ ანალიზი რეალურად ამ ერთ სიტყვაში ძალიან ბევრი რამ მოისაზრება და ადამიანის გავითარებას ძალიან უწყობს ხელს. შესაბამისად ყველა ის უნარი რაც ვითარდება ამ ლიდერობის მომავალი ლიდერების კლუბში ჩვენთან არის შემადგენელი ნაწილები კარგი მენეჯერის ან კარგი ლიდერის, ორივე საჭიროა. თუ ფორმალიზებული გვაქვს და ორგანიზაციაზეა საუბარი, იქ მენეჯერზე ვლაპარაკობ და თუ არის არაფორმალურ გარემოში, სამეგობროში, თუნდაც იგივე ორგანიზაციაში ვიყოთ არაფორმალურ საკითხებში, უკვე როგორც ლიდერზე ვლაპარაკობ. კლუბების ფასებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფასიანი კლუბები, გამომდინარე პროგრამიდან, გვაქვს კლუბები, სადაც თვეში არის გადასახადი 60 ლარი და არის კლუბები, სადაც საერთოდ არაფერი არ არის გადასახდელი, მაგალითისთვის გეტყვით, ეს არის მოხალისეთა კლუბი, სადაც პროფესიონალი მენეჯერები, გამოცდილი ადამიანები, ორგანიზაციის ხელმძღვანელები ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ განივითარონ გარკვეული უნარები და დავარქვათ ამას ლიდერის ან მენეჯერის უნარები, უდგანან გვერდში და მათთან ერთად ამუშავებენ გარკვეული პროექტების იდეებს. შემდეგ ამ პროექტებს ვახორციელებთ და ამ განხორციელების პროცესშიც ასევე უწევენ კონსულტირებას
ესეთი სიტყვა არსებობს coaching-ი, როდესაც მუდმივად გვერდზე უდგეხარ, როგორც ოსტატი ეხმარება შეიგირს, აი ესე ეხმარებით და მასთან ერთად გავდივართ იმ გზას, რომელიც ჭირდება ახალგაზრდებს. ჯგუფები არის დაყოფილი რაღაცა თქვათ იმას, რასაც გააკეთებს 20 წლის სტუდენტი, თქვათ 9-10 წლის ასაკის ბავშვი იმას ვერ გააკეთებს, ესე თუ არის დაყოფილი. ასაკობრივად არის დაყოფილი 9-12 წლის ჯგუფი ერთად არის, მე არის 13-16 წელი და გვაქვს 18 წლიდან ზევით. ასაკობრივის გარდა დაყოფა გვაქვს ინტერესების მიხედვით, არის მაგალითად კლუბი, სადაც ადამიანებს აინტერესებთ მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები, მინიმალურ ფასად როგორი მოგზაურო, მაგალითად, ან როგორ დაჯავშნო სასტუმრო, ისე რომ ფული არ გადაიხადო არც ჯავშანში და არც ღამის თევაში. ცოტა უცნაურია. შეიძლება ესეთი რაღაც მოხდა ის. წარმოუდგენელია რომ მგონი. შეიძლება, ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიმე სერვისია ესეთი, საერთაშორისო სერვისია, ჩვენ თვითონაც გვისარგებლია ამ სერვისებით. თავაზობთ. მე ერთი მაინც რო გავამკვლევოთ, როგორ შეიძლება. აი, არის ესეთი coach surfing-ი ქვია, როდესაც ადამიანებს აი პირობითად რო ვთქვა რა, აქვს სახში დამატებითი დივანი, რომელიც შეუძლია დაუთმოს უცხოელ სტუმარს, ოღონდ მოთხოვნა არის ესეთი, რომ რაღაც საერთო ინტერესი უნდა გქონდეს. მაგალითად, ორივეს კულინარია უნდა აინტერესებდეს და იმის სტუმარი რო გახდები, იმ დღისით რაღაც შენი ქვეყნის კერძი უნდა გააკეთო ან რაღაც. საინტერესოა ესე. ხო და ან მაგალითად გაინტერესებს ფოტოების გადაღება და მასპინძელი გეუბნება რომ მე გიმასპინძლებ უკვე შენ ფოტოები გადაგვიღე. არა, ერთად წავიდეთ და ჩემ ხალხში ერთად ვიაროთ და სურათები ერთად გადავიღოთ. ან დამათვალიერებინე შენი სურათები, მე ჩემ სურათებს დაგათვალიერებინებ. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც ასაკიან ხალხს უყვარს ძალიან სტუმრების მიღება და შეიძლება არ ყავს არც ნათესავი არის და აქვს ზედმეტი ოთახი თავისუფალი, გეუბნება რომ მეც ვიე, წინა კერძებსაც მე გაგიკეთებ, ოღონდ შენ ვისაუბროთ რა, ეს აღამოთი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, შენი ქვეყნის პოლიტიკაზე, რაღაც. და თქვენ ესეთ პროექტებს ანუ უწყობთ ხელს და ახალგაზრდებს უშვებთ ფარგლებს საქართველოს ფარგლებს გარს. ჩვენ საქართველოში ახლა რამდენიმე წელია უკვე ახალგაზრდებს მასპინძლობთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი 2015 წლის აგვისტოდან 1 წლით გვეყოლება გერმანელი 18 წლის გოგონა მოხალისე. ცოტა უცნაურია, ხო, ჩვენთან როგორც კი სკოლას დაამთავრებს, ყველა უმაღლესი აბარებს ეგრევე. მაგის მიზეზიც არსებობს ბიჭებისთვის, რომ ჯარი გადადონ. არა, სხვა მიზეზით დრო რო არ დაკარგონ, ეგ მიზეზიც არის. რა დრო უნდა დაკარგონ, ჯერ ეგეც საკითხავია. ჯარში პირდაპირ ყველა ამბობს, რომ პირველი წელი იმიტომ მინდა რომ ჯარში არ წავიდე. რეალურად დროს არ კარგავენ, ჩვენ უკვე 2 წელი სვანეთში ყავდა თავიდან 2 მოხალისე, მე 1 მოხალისე, 18 წლის გოგონები მესტიაში. მაშინ სხვა ორგანიზაციაში მუშაობდი და იმიტომ კარგად მახსოვს ეს ხო კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, რომელმაც მასპინძლობა გაუწია გოგონებს, წარმოიდგინეთ 18 წლის შვილს, ადამიანი აგზავნის მთაში საცხოვრებლად და ამ გოგონამ უნდა იმუშაოს თან პარალელურად ორგანიზაციაში. მოხალისეთ მუშაობა რა პრინციპებს მოიცავს, ამას გეტყვით, რომ საბედნიეროდ ესეთ მოხალისეობრივ სერვისებს უჭერს რამდენიმე დიდი დონორი ორგანიზაცია მხარს. ერთ-ერთი არის ევროკავშირი, რომელსაც ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში აქვს ევროპის მოხალისეობრივი სერვისი, Erasmus+-ის პროგრამის ქვეპროგრამაა და ის დონორი, ვისთანაც ჩვენ გვაქვს პური მსოფლიოს, ესე ქვია, ორგანიზაციას უფინანსებენ მოხალისეს კვებას, ცხოვრებას, გზავრობას, დაზღვევას, ჯიპის ფულს, კომუნიკაციის ფულს, იმ ქვეყნის ენის მასწავლებლის ფულს და შიდა მგზავრობა თუ ჭირდება სამსახურიდან სახლამდე ან პირიქით. და პლუს ეს ადამიანი სამსახურში არის, ეხმარება რაღაც საქმე აქვს აღებული კონკრეტული და ეხმარება. ჩვენ ვეხმარებით კიდეც ქართველ ახალგაზრდებს, რომ არა მარტო მივიღოთ, არამედ ქართველებს გავაგზავნოთ. მინდა გითხრათ, რომ ძირითადი მოთხოვნა არის უკვე უნივერსიტეტ დამთავრებულ ახალგაზრდებში, რომ ამბობენ, რომ ჩვენ უნივერსიტეტი დავამთავრებთ და დავინახეთ, რომ ძალიან ბევრი რაღაცები არ ვიცით და მოდი წავალ. ნახევარი წლით, 1 წლით ვიქნები მოხალისე. რა თქმა უნდა, ეს დაფინანსება ორგანიზაციამ უნდა მოიპოვოს პარტნიორებთან ერთად და უფინანსებთ. აი ხო ბოლო შედეგი რაც ჰქონდა, ჩვენი მოხალისე წავა ერთ-ერთი პოლონეთში 6 თვით და იმუშავებს საბავშვო ბაღში აღზრდელის დამხმარედ. შესაბამისად, ისეთი უნარჩვევები უნარები გამოუმუშავდება და მე ჩვევებში გადადის, იმიტომ რომ 6 თვე, 12 თვე რო ერთ ეგ რაღაც საკეთებ, მე ჩვევაში გადადის, ხო? რაზეც პრობლემაა, ეს არის დროის მართვა, საქმეების დაგეგმვა, რესურსების
მიზნობრივი ხარჯვა და რაციონალური ხარჯვა, წარდგენა, პრეზენტაციას რასაც უწოდებენ, პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება. ეს არის ის უნარჩვევები, რაც გჭირდება ადამიანს, რომ იყო წარმატებული სამსახურში. დაიწყო სამსახური და თუ დაიწყე, მერე კარიერა გააკეთო. შესაბამისად, აი ესეთ პროგრამებში, რომელშიც მონაწილე არ იხდის არაფერს. მთლიანად დაფინანსებულია, ერთადერთი ვეუბნებით, რომ სანამ ამ პროგრამაში ჩაგთავთ, მოდი ჯერ საქართველოში იყავი მოხალისე. თუნდაც 1 დღით, 2 საათით, გამოფენა რო იცი რომ ტარდება გამოფენა, ყველაზე ძალადობის წინააღმდეგ. მოდი და ორგანიზატორებს დაეხმარი რომ საკმაოდ კარგი გამოფენა მახსენდება ნოდარ დუმბაძის მოძრაობის თეატრის ძალადობასთან დაკავშირებით. ესეთი ქალბატონებთან მიმართებაში ბოლო დროს საკმაოდ აქტიური თემა იყო, გამოფენა გამართეს და გამახსენდა ხა თქვენ ნათქვამზე. შეგიძლიათ მიხვიდეთ ნოდარ დუმბაძის ფოიეში და დაანახოთ ეს სურათები. ხო, მაგრამ ნახეთ ახლა ფოტოები რო გამოფენილი, იმ ფოტოს ჩამოკიდება ხო უნდა. ჩამოკიდებამდე ხო ჩარჩოში ჩასვა უნდა, ჩარჩოში ჩასვამდე ხო დაბეჭდა უნდა. ძალიან ბევრი საორგანიზაციო ნაწილია, სადაც ამაში შეუძლიათ დაეხმაროთ. თქვენ ახსენეთ ეს კარიერული წინსვლა რეალურად საქართველოში არის შესაძლებელი, რომ ნულიდან დაიწყოს ადამიანმა და მიაღწიოს წარმატებას. აი იღბალს თუ არ დავაბრალებთ და თავი განმაპირობებელი თუ არ იქნება ეს იღბალი. და წინა კითხვაზე მინდა პასუხი, თანხმდებიან თუ არა ესეთ შემოთავაზებებს? მოკლედ გაგცემთ პასუხს, რომ თანხმდებიან და რატო თანხმდებიან, მაგასაც გეტყვით პირდაპირ თუ გნებათ პრაგმატული მიზეზი დავარქვით, მაგას ვიციან რომ რეკომენდაციასაც მივცემთ, ცნობასაც მივცემთ. კიდე სხვა რაღაცა რო იქნება, მე იქ წარდგენას გავუკეთებთ. და აინტერესებთ ახალგაზრდებს, თან ხედავენ რომ რაღაცებს სწავლობენ. მე ხდებით ერთად და ვიხილავთ ხოლმე რომ თუნდაც მარტივი რაღაცა გააკეთე, ხო, ფოტოები გამოიტანე ამიდან სალონიდან, სადაც დაბეჭდეს და მოიტანე ჩვენამდე. მანამდე გადააგზავნე იმეილზე. რამე ისწავლე ახალი და აღმოაჩენე რომ კი ვისწავლე რომ თურმე გადარიცხვა ყოფილა რაღაცა რომელიც ცხოვრებაში არ გამიკეთებია და მეგონა რომ მარტო ჯიბეთ მამარო ფულს მაძლევს და კომუნიკაციაც შეიძლება ამ დროს ისწავლოს ადამიანმა. კომუნიკაციის ბევრ გზას სწავლობენ რომ არსებობს ელექტრონული კომუნიკაცია, იმეილით, Facebook-ით, Skype-ით, ხო, სატელეფონო კომუნიკაცია რო არსებობს და მარტივ კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით, ამ ცოტა ხნის წინ მოხალისეები გავიდნენ ჩვენი და უნდა ეყიდათ რაღაც გარკვეული ტიპის სამეურნეო საქონელი. აღმოაჩინეს რომ ძალიან ბევრ მაღაზიაში არიციან ანგარიშ იმისი ინვოისის გამოწერა არიციან მენეჯერებმა. არ დავასახელებ თბილისის რომელ რაიონს, ერთ-ერთი ცენტრალური რაიონია, უამრავი მაღაზია მოიარეს და აუ ჩვენავ გადარიცხვით არ ვაკეთებთო, არ ვიცით ეგ რა არისო, გაგვანებეთ თავის საკუთრალია მაგეების სწავლისთვის. და მეორე მომენტი ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ნულიდან შეიძლება თუ არა ახალგაზრდამ დაიწყოს, მე მინდა გითხრათ რომ ნული არ არსებობს. ერთ ყველა ახალგაზრდას რაღაც გამოცდილება აქვს. ხანდახან აქვს პოზიტიური გამოცდილება და ხანდახან აქვს ნეგატიური გამოცდილება. ანუ უარყოფითია ნულში კი არა. აი საშინელ რაღაცაშია. მივედი ერთ სამსახურში არ ამიყვანეს, მივედი მეორეგან არ ამიყვანეს, მივედი მესამეგან არ ამიყვანეს. ანუ ვიღაცა მოვიდა და ეტა-ეტი რა თმინდა მამაჩება იქ მომაწყო, აქ მომაწყო. კი გამომაგდეს მერე, მაგრამ ხო რა გამომაგდეს, რატო არ აიყვანეს? იგივე ის გამო რომ რაღაცა ისეთი უნარები არ ქონდა ამ ახალგაზრდას, რომელიც შეიძლებოდა რომ მას მიეღო და აქვე ვიტყვი, ამასაც და სიამაყით ვიტყვი, ჩვენ კვლევა ჩავატარეთ და ვფიქრობთ ეს მეთოდები, რასაც ვიყენებთ ჩვენთვის, გვინდოდა რომ აკადემიურ სასწავლო პროგრამაში დანერგილიყო სკოლაში და უნივერსიტეტში და მზათა ვართ რომ ეს გაუზიაროთ. უკვე დავიწყეთ გაზიარება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ხალი დაუჭიროს საქართველოში ახალგაზრდულ პოლიტიკას და ეს დოკუმენტი მიღებულია, სამოქმედო გეგმა მიღებულია და ეხლა მუშავდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, როგორ მოხდეს აი ამ ჩვენ რო გვაქვს მსგავსი ცოდნის დანერგვა, რომ მარტო თბილისში ან როსტოვში კი არ იყოს, სადაც ჩვენ მუშაობთ, არამედ ყველა რაიონში იყოს და თოთა განმავლობაში ალბათ ყველა სოფლის ახალგაზრდას ხელი მიუწვდებოდეს, რომ ადგილზე ისწავლოს ეს ყველაფერი, რომ მე არ გამოიქცეს თავის სოფლიდან ან უმაღლესში ჩააბარებს და დაამთავრებს, ხედვა გქონდეს, რომ თბილისში კი უნდა დარჩეს და აქ კი არ უნდა საშინელ პირობებში იცხოვროს, არამედ ორსართულიანი სახლი რო აქვს და გამოკეტილი როა ის სახლი და მე დაინგრევა, იმ სახლში უნდა იცხოვროს, სადაც მამა-პაპა ცხოვრობდა და უფრო მეტი შემოსავალი ექნება, ვიდრე შეიძლება გქონდეს თბილისის ცენტრალურ ადგილსაც ცხოვრებისა და მუშაობის დროს. ნამდვილად, ჩვენ გადაცემის ეთერში რეკლამის დროა, სულ ცოტა ხანში კვლავ დაგიბრუნდებით ისევ საინტერესო ამბებით.
როგორც თქვით, გადაცემა მაძიებელი სულ მალე დაბრუნდა ისე პირდაპირ ეთერში, ქეთი და მარიამი, ბატონ პავლესთან ერთად ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო EMT განათლებისა და მართვის გუნდის დამფუძნებელი ბატონი პავლე თვალიაშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი, საკმაოდ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და ბატონო პავლე, ჩვენ ვახსენეთ კვლევა და ამ კვლევის შესახებ რო განვაგრძოთ საუბარი და კიდევ მოკლედ მინდა თქვათ, აი როგორ უნდა ძალიან დიდი პრობლემა აი გასაუბრებს. ყოველთვის აი გასაუბრებამდე მიდიან, მაგრამ აი გასაუბრების მერე რაღაცა გასაუბრება ვერ გავიარე, ჩემი ბრალიან არა მიყვანის ან რაღაც. როგორ უნდა წარადგინონ გასაუბრებაზე საკუთარი თავი ადამიანებმა? რა არის ის ძირითადი პრინციპი და რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ? პირველი რაც არის, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ახლა შემოერთებულმა მსმენელებს, გასაუბრებას აქვს ბევრი ისეთი ნიუანსი, რომ რო ადგილ და სახელმძღვანელოები წაიკითხოთ, თითქოს გასაგება წერია ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული სამსახურის ძიებასთან, ხო? თითქოს იქ ვიცი, რომ თავდაჯერებული უნდა ვიყო, ჩემი თავის რეალიზება მოვახდინო, რაღაცა ჩემი გამოცდილება წარუდგინო, მაგრამ ბოლოსაბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ წარუმატებლად გავიარე გასაუბრება. რატომ ხდება? ნახეთ როგორ არის ცეყანო ახსენე ესეთი რამე. კომპეტენცია ქვია ადამიანის სამ რამეს ერთდროულად, რომ რამდენად კომპეტენტური ხარ. პირველი არის ცოდნა გაქვს თუ არა, მეორე უნარი გაქვს თუ არა და მესამე დამოკიდებულება როგორი გაქვს. ხშირად არის რომ ადამიანებს აქვს დამოკიდებულების პრობლემა. მიაჩნიათ რომ აზრი არ აქვს, მაინც არაფერი არ გამოვა. უკვე იქ ჩათვალეთ რომ წარუმატებლობა გარანტირებულია. ამიტომ პირველ რიგში ეს აზრი უნდა მოიშორონ. განათლების ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების კამათობენ ხოლმე რა უფრო ადრე არის. ჯერ განწყობა უნდა შევიქმნა და მერე უნდა რაღაცები გავაკეთო თუ განწყობა როგორ შევიქმნა თუ ჯერ არაფერი არ ვიცი. ანუ ორივენაირად გამათობე რა, ჯერ განწყობა უნდა იყოს და თქვა რომ მაინც გავაკეთებ რაცა უნდა მომივიდეს და რაცა უნდა დამიჯდეს თუ ჯერ უნდა ვიცოდე რომ არაფერი არ მომივა, იმიტომ რომ წავიკითხე, ვისწავლეთ, სადე და ნახე რომ არაფერიც არ მომივა და ეხლა ვამბობ რომ ვიცი რომ არაფერი არ მომივა, მოდი გავაკეთებ. ინტერვიუს რაც შეეხება ხო გასაუბრებაზე მისვლის დროს, ნუ გამოვრიცხოთ ისეთი ინტერვიუები, სადაც ყველაფერი წინასწარ ცნობილია. ვისაუბროთ ისეთ ინტერვიუზე და მასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენ ორი ფირმის დირექტორი ყავდა ამ ცოტა ხნის წინ მოწვეული ჩვენთან ორგანიზაციაში ეს იყო დიოს აღმასრულებელი დირექტორი და აინოოს დირექტორი რომლებმაც გამოცდილება გაგვიზიარეს თავისი და გითხრეს როგორ დაიწყეს როგორ და ჩვენც როგორ რა შეიძლება შევთავაზოთ ახალგაზრდებს პირველი ეს არის რომ სიმართლე უნდა ისაუბრონ ახალგაზრდებმა გასაუბრების დროს რაც იციან უნდა თქვან რაც შეუძლიათ ისიც უნდა თქვან. რაც არ იციან ძალიან ბევრია. იმდენად ბევრია რაც არ ვიცი, რომ ამაზე დრო დავკარგო, რომ ვილაპარაკო, მაშინ რაც ვიცი, იმაზე დრო აღარ დამჭერბო. შესაბამისად, როდესაც მართლა ეძებენ ორგანიზაციები და ესეთი არაერთი ორგანიზაცია, მართლა უნდა რომ ადამიანი აიყვანოს სამსახურში. ვეკითხები, მოდის ჩემთან ახალგაზრდა და მეუბნება დამასაქმე, მეუბნები რა იცი, ხო? თუ დაგასაქმო რა იცი, რისი გაკეთება შეგიძლია. დამავალეთ და გავაკეთებ. ანუ უკვე ეჭვის თვალით უნდა ვიყურო, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ზუსტად არ იცის რა იცის. მაინც ვეხმარები და ვეუბნები ტრენერად კლუბს რო ჩაუდგე და ტრენინგები ჩაატარო შეგიძლია? ამიტომ ხო მეუბნება დამავალე და გავაკეთე. აუ არა ტრენერად არა. ეხლა მე ვიცხე ფიქს მეორეზე. კარგი ვებგვერდი რო დაგვიმზადო და ჩვენთან იყო ორგანიზაციაში და ვებგვერდი დაგვიმზადო. არა ეგეთი რაღაცები არ ვიცი. და უკვე მე რამდენი ჩამოვთვალო, რაც შეიძლება პოტენციურად როდისმე დამჭირდეს. იმიტომ რომ თუ ვაკანსია მაქვს, ეს მიწერია უკვე, გამოვთვალო და ამ დროს უარს ამბობენ. ხო, არსებობს უამრავი ვებგვერდი, აქაც არ დავასახელებ, ხო იციან ძალიან ბევრი ადამიანო, სადაც არის რეკლამები, ესა ვაკანსიები. ნამდვილად გამოცხადებოდი. მე შემიძლია შევქმნა ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც სანამ არ მოვა შესაბამისი კადრი არც მიფიქრია ამაზე რომ შეიძლება ეს სერვისი შევქონა. მაგრამ თუ მოვა ადამიანი და მეტყვის, აი ბატონო პავლე, მე შემიძლია მაგალითად ბოთლის ყელი გავაგრძელო და მე დავუუნო. და დავიწყე ფიქსო, იცი რა, ჩვენ გამოფენას ვაპირებთ ცოტა ხანში და ხო არ ჩავდო რომელიმე პროექტში, რომ ამ ახალგაზრდამ ეს თავისი ცოდნა სხვა ახალგაზრდებს გაუზიაროს, რომ ბოთლის ყელი როგორ დააგრძელოს და დაღუნოს და ეს დეკორაცია რომელიც თქვენ სტუდიაში გიდევთ, ხო, რომელიც ნაკიდი გაქვთ, იქნებ ვიღაცას უნდა რომ თავის ოფისში ყოდეს დაგრძელებული ყელიანი დაღუნული ბოთლი. მაგრამ ეს ხო თვითონ უნდა მითხრას ადამიანმა, რომ მე ეს შემიძლია. შესაბამისად ანუ რეალურად საკუთარი ცოდინის და გამოცდილების დემონსტრირება უნდა მოახდინოს ახალგაზრდამ. მაგრამ ეს ძნელია, იცით რატომ? ხანდახან არ აფასებ, რომ გონია ეს ასაცილოა, რომ მე შემიძლია ღილები გადავავა ერთმანეთზე და გავაკეთო მძივი ღილებით.
და ამ დროს შეიძლება შენი ეს მიდგომა ვიღაცისთვის არის ძალიან სერიოზული საჭიროება და ან ახალი იდეის დაბადების ბიძგი შენ თვითონ აგებადება იდეები ხო ხარ ესეთი ადამიანი რომელიც ხარ და აკეთებ ამ დროს ჭირდება მეორე შემოქმედი ადამიანი რომელიც შენ კეთებას რაღაცა შეათანხმებს შეაჯამებს და ერთად გამოვა კარგი ამიტომ ჩვენ ორგანიზაციაში როდესაც ახალგაზრდებს ვაკეთებინეთ პროექტებს მარტივი პროექტი ავიღოთ სიტყვაზე დასუფთავების აქცია რომელიც ძალიან ბევრგან კეთდება ხეების დარგვის აქცია იქ ვიწყებთ შესწავლას ძალიან ბევრი ისეთი წვრილმანი დეტალის როგორიც არის ხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ვინ შეიძლება იყვნენ ხარდამჭერები ვინც არიან იმ ადამიანებს როგორ უნდა მიუმართოთ წერილობით თუ ზეპირად სადღაცა ღონის აქციის ჩატარება რო გვინდა მაგალითად გამოფენაზე ისაუბრეთ წეგან ღიაცის ქვეშ რო გვინდა გამოფენა ჩავატაროთ იქ ნებართვის აღება საჭიროა თუ არა ესე იგი ვიღაც ახალგაზრდა უნდა დაჭდეს და წაიკითხოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები რაღაცა აქციის გამართვისთვის რა რეგულაციები არსებობს. უკვე სამართლებრივად იხვეწება, მეორე იხვეწება რომ მიწერ-მოწერაში ანუ მდივნის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის უნარჩვევები ვითარდება, მესამე ადამიანი პოსტერს აკეთებს და ვებ დიზაინი, მისი გრაფიკული დიზაინის უნარჩვევები მუშავდება, ვიღაცა Facebook-ზე გვერდს აკეთებს და ეს გუნდი რომელიც ერთად მუშაობს ამ ყველაფერზე ხვდება რომ ერთი პატარა ხეების დარგვის აქციის დროსაც კი უამრავი უნარების განვითარება შეიძლება. და ისწავლოს ძალიან ბევრი რაღაცას. და მონდომება უნდა, იმიტომ ნული რო აღწენეთ წეგან. ნულიდან ვერ დავიწყებთ, უნდა დავიწყოთ პირველი ნაბიჯიდან. უნდა გადმოდგან პირველი ნაბიჯი, მოვიდნენ ჩვენთან ოფისში, დაგვირეკონ, მოგწერონ. სად შეიძლება რომ მოგწერნოთ? Facebook-ზე შეუძლიათ მოგწერონ. მე პირადად გადავწყვეტე რომ აუცილებლად უნდა ვიარო ამ კლუბში და ვფიქრობ რომ საკმაოდ დამეხმარება ბევრი უნარების განვითარებაში. ხო, ჩვენ გვიხარია ხოლმე რადიოთან ურთიერთობა, ერთ-ერთი თქვენი პარტნიორი ან კონკურენტი როგორც კიდე დაარქვით, რადიოს ჟურნალისტები დადიან ჩვენთან, გადაცემის წამყვანები და გვიხარია რომ ეს ადამიანები არა მარტო რადიოში მუშაობენ როგორც პროფესიონალები როგორც თქვენ არამედ პარალელურად ამბობენ რომ გვინდა კიდე რაღაცა კი ნამდვილად იმიტომ რომ ცხოვრების დარწმუნებული რომ ყველა ეტაპზე არის ეს საჭირო და ამ განათლების და ამ უნარების გაღრმავება და უფრო სწავლა ხო თან ისეთ ადგილას გადმოვედით ბოლო პერიოდში ბახტრიონის 7A 7 კორპუსი არა 7-ის გვერდზე არის 7A ბახტრიონის 7A და Facebook-ზე შეუძლიათ მოგძებნონ განათლების და მართვის გუნდი EMT ქართული შრიფტით LTD EMT ასე იწერება 600 არის LTD EMT ხანაჩი LTD EMT ხო ასე და თუ არა შეუძლიათ პავლე თვალიაშვილი მე მომწერონ იმიტომ რომ ჩემო მეგობრებმაც იციან კოლეგებმაც ხუმრობით თქვა ერთად პავლე ვინმეს წერილს უპასუხო ტოვებ ხო რამე ახერხებო რომ ვინმე მოგწეროს ვიღაცამ და არ უპასუხო პავლე თვალიაშვილი თუ ჩაწერენ ლათინური შრიფტით ნებისმიერ ადამიანს დავაკვალიანებთ რაც ვიცი ხა ხანდახან ისეთ რაღაცას მეკითხებიან ხოლმე რომ მაგალითად თბილისი ზუგდიდის მატარებელი ხაშურში რამდენი წუთი ჩერდება არ ვიცი ზუსტად რამდენი ჩერდება მაგრამ ვიცი სად მოვძებნო ეს ინფორმაცია და შემიძლია დავაკვალიანო ადამიანი არ მეზარება ხოლმე ასე რომ სიამოვნებით თუ ისე შემიძლია რამეში დავეხმარო გამიხარდება ამაში ფულს ავიღებ ხოლმე დახმარებაში კონსულტაციაში ესე რაღაც მოკლე ინფორმაციის მიწოდებაში აუცილებლად თუ ჯერ კიდევ სახლში შედხართ და არ იცით რითი დასაქმდეთ აუცილებლად მიმართეთ ამ განათლებისა და მართვის გუნდის თანამშრომლებს რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან თუ სად და როგორ უნდა დასაქმდეთ ჩვენ კი გემშვიდობებით სულ ცოტა ხანში ტრადიციული რუბრიკით შემოიარე საქართველოს ფარგლებში შემოგიერთდებით და საინტერესო სიახლეებს გაგაცნობთ. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პავლე რომ იყავით ჩვენთან ერთად და მართლა ისეთ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ დარწმუნებული ვარ საჭიროც და დარწმუნებული ვარ ამ გადაცემის შემდეგ და ჩვენი მსმენელი აუცილებლად მოგმართავთ. ბახტრიონის 7A კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 7A კი არა 7A 7A ნამდვილად ესე თქვი. დიდი მადლობა კეთი მარიამ მსმენელს ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ მართლა მოხარულები ვიქნებით თუ ძალიან ბევრ ახალგაზრდას შევძლებთ რომ თუნდაც ეს ვისაც არ აქვს საშუალება მოხალისეთი იყოს ჩვენთან დავეხმაროთ რომ მან გაიკვალოს თავის ცხოვრების გზა. კი და ესეც დაეხმარება თავის მოხალისეობაც აუცილებლად დაეხმარება ამ ადამიანებს. ჩვენ სულ ცოტა ხანში დავბრუნდებით.
გადაცემა მაძიებელი დაბრუნდა ისევ პირდაპირ ეთერში ქეთი და მარიამი კვლავ თქვენთან ერთად არიან და ახალი სტუმრებით, ახალი ესე რომ ვთქვათ ტურისტული ჯგუფით რუსა მენაბდიშვილი, მარიამ ზაუტაშვილი, სრული მატრიარქატი გვაქვს აქ ესე იგი. მადლობა გოგოებო რომ ხართ ჩვენთან ერთად და საინტერესოა მოდი ვისაუბროთ ამ ახალ ტურზე. მინდა სმინელს უთხრა რომ ბაზარზე სულ ახალი არის ჩვენ სხვადასხვა ჯგუფებს და მოლაშქრეები მოყავდა კი ერთობიან ამ ყველაფერში ლაშქრობებში და მხოლოდ ის მამაკაცები აღარ იღებენ ამ ტურებს საკუთარ თავზე და კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ ამით რომ ქალები არ არის სუსტი სქესი მოკლედ გითხარით, აბა მოგვიყევით, რამდენი ხანია დაარსდა ეს ნემატურსი, სახელწოდებაც მგონია რომ რაღაც ინიციალებისგან შედგება რა? დიახ, მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ზაუტაშვილი, ნემატურსის დირექტორი, ჩვენი სააგენტო ახალია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვაქვს სერიოზული წინადადებები ევროპისა და აზიის ტურისტულ სააგენტოებთან. ჩვენი ტურისტული კომპანია დიახ ჩვენ ტურისტული სააგენტო გახსნილია სულ რაღაც 3 თვეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვაქვს ძალიან საინტერესო ტურები. რუსა, შენ რას წარმოადგენ? რამდენადაც ვიცი, მარიამი არის თვითონ დამფუძნებელი. შენ მე გახლავთ ტუროპერატორი ნემატურსის და ძირითადად გვეგმავთ ტურებს. უკეთებთ ორგანიზებას. და ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ ტურისტები მაქსიმალურად დაინტერესდნენ და გაერთონ ამ ჩვენ ტურებს და კმაყოფილები დარჩნენ. მარიამ, თქვენ ხომ არ დაამატებდით? წეღან მკითხეთ ანუ სახელთან დაკავშირებით, რატო იყო დაგრეული, აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ მე ვარ მარიამი და ჩემ გოგონას ქვია ნინი, აქედან გამომდინარე და მარგვით ნემატურსი. ძალიან საინტერესოა. შენივით გიყვარს ეს ნემატურსი რითი განსხვავდება ნემატურსის სხვა ჯგუფებისგან, ესე რომ ვთქვათ, სხვა მოლაშქრეებისგან? ძალიან ბევრი კლუბი არის, რომელიც ანალოგიურ მომსახურებას თავაზობს ადამიანებს. ანუ განსაკუთრებული რაიმე სერვისი ხომ არ გაქვთ, ან ის რითაც მომხმარებელი გამოგარჩევდათ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ეხლა ხან არიდგით ამ ყველაფერში ფეხი. აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ძალიან დაბალფასებად ტურები საქართველოს ირგვლივ, აგრეთვე ვაკეთებთ ტურებს გუდაურს და ბაკურიანს უფრო მეტწილად გვაქვს სეზონიდან გამომდინარე ტურები არის ბაკურიანში და გუდაურში და რა ვიცი გუდაური გვაქვს მაგალითად 25 ლარად ყოველთვის თავის კვები და ტრანსპორტირებით ვფიქრობ რომ ძალიან დაბალი ფასია და სადაც ერთიანი ტურია სადმე ჩერდებით რომელიმე კოტეჯში ან კარვებით მიდიხართ თუ როგორ ხდება? აი, მაგალითად გუდაურის ტურში მე თუ მინდა წამოსვლა, რა უნდა ვიქონიო თან და ანუ დილით გავდივართ ვიკრიბებით 8 საათზე, სადღაც 10 საათისკენ ვართ უკვე გუდაურში, შემდეგ ვათვალიერებთ სრიალებთ, შემდეგ ვიჭდებით უკვე რესტორანში და რა ვერთობით ეს სრიალი ტურში არ შედის ეს დავაგობრა და ეს უკვე ინდივიდუალურად სურვილის ამიხედვით არის. კვება რესტორანში მოგვეთავთ და უკვე რესტორანში ვსდებით. კვება ჩადის თანხაში, ამდენ ფაქტს ვიცი. რუსა ყველა ტურთან ერთად ჩვენც დააყვები ამ? დიახ, რა თქმა უნდა. მეც შენ ალბათ კარგი მოსრიალი იქნები. სამწუხაროდ არა. სრიალი არც არ გვეხერხება, უბრალოდ ვართობთ და ფიქრობთ რომ ტურისტებსაც რომ გადავიდეთ, რამდენად მომხმარებლები უფრო ქართველები არიან თუ უცხოელები? ჯერჯერობით ქართველები ვართ და რახან ვართ ახალი გახსნილები, უფრო სამეგობრო წრეში არის, მაგრამ ვეძებთ ასევე უცხო პირებს, ასე რომ ვთქვათ, ვინ შემოგვიერთდება. მაგრამ როგორც კი დაიწყება უკვე ზაფხულის სეზონი, ვეცდებით და არის ასევე დაგეგმილი რომ შემომყვანდა გამყვანი ტურები იყოს უცხოეთში, ძირითადად ევროპის და აზიის ბაზარზე. ყოლიათ უცხოელი ტურისტები, მაინტერესებს უბრალოდ იმათ რა მოსწონთ ყველაზე მეტად ამ. ანუ მოსწონთ ტურისტებისთვის საინტერესოა აგრეთვე ღვინის ტურები, რომელიც ტარდება კახეთში. ღვინის ტურები ქართველებსაც ძალიან მოეწონებათ. ანუ როდესაც კახეთში იწყება რთველი. რატომ არ თქვით წეღან ძალიან ბევრ ტურისტულ კომპანიას არ აქვს იგივე ღვინის ტური? არა, ბევრ ტურისტულ კომპანიას აქვს. თუმცა მე ბევრისგან არ მსმენია. ერთად უცხოელ ტურისტს საქართველოში იზიდავს ღვინო
ეს კულტურა არის ჩვენ და უძველესი და და თქვენ თავაზობთ ამ ტორს. მიყვავს კახეთში ძირითადად სხვადასხვა მარნებში ხდება ღვინის დაგემოვნება და ამ ღვინის ჯიშებზე ყურადღების გამახვილება. უცხოელებს ვაცნობთ საქართველოს როგორც ღვინის კულტურით განთქმულ ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ ძალიან მოსწონთ. და დაგემოვნებენ ხოლმე კიდეც ალბათ, ხო? ხო, უნდა. ასევე არის ხოლმე კახეთში, როდესაც არაყი ხდება. და რაღაც ესწრებიან თორემ. ჩავყავს ეგრეთ წოდებული ზავადობას ეძახიან კახეთში. გამიგიან ძალიან მოსწონთ დიახ. დარწმუნებული ვარ, რომ ღვინის ტორებზე არ მოგაკლდებათ მომხმარებლები. სამოვნებით გუდაური და ბაკურიანი ახსენეთ. კიდევ თუ არის რომე ტერიტორია ან ადგილი, სადაც გუდაურის გეგმავთ გარდა გუდაურისა და ბაკურიანისა და რო ვახსენოთ გუდაურის ტური როდისთვის იგეგმება? გუდაურის ტური არის ხვალდაგეგმილი, მაგრამ გვაქვს ყოველ შაბათ-კვირას გუდაურის ტური. ასე რომ შესაძლებელია ყოველ შაბათ-კვირას გამო. ასევე არის ყაზბეგი ძალიან პოპულარული, ძალიან მოსწონთ ჩვენს მომხმარებლებს. სვანეთი ასევე. სვანეთი ჯერ ამთრდა გამომდინარე მაინც ვერ ვახერხებთ გასვლას. სამშაბათს გვაქვს ყაზბეგი დაგეგმილი, ასევე გვაქვს კვირა, შაბათ-კვირა ბაკურიანი. და აქვე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ ნიმატორსი ჩვენ მსმენელს სთავაზობს ერთდღიან ტურს სრულიად უფასოდ საჩუქრად, ასე რომ სურვილებს შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ MedFM 103-ის Facebook გვერდზე, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 252 1003. მადლობა ამისთვის გოგოებო თქვენ. პირიქით მადლობა თქვენ რომ მოგვიწევთ რადიოში. და მოდი რომ ვთქვათ, რატო გადაწყვეტეთ გოგოებმა ესეთი ტურისტული ორგანიზაციის გაკეთება? იმიტომ რომ ძალიან დიდ სირთულეებთან, ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული. ესე კაცი რომ შემოგხედოთ არაჩვეულებრივი, ესეთი ფარფატანა გოგოები ხართ და ძალიან მომწონდა საერთოდ ეს სფერო ზოგადად და ერთ დღესაც უცბად მოვიფიქრე მეგობრებთან ერთად, შემომთავაზეს ხარდაჭერა ჩემ მეგობრებმა, რის გამო ძალიან დიდი მადლობა მას ყველას და დავიწყეთ ერთობლივი შრომა. ნახოთ რამდენად გამოგვივა. ნამდვილად და მე შემიძლია გირჩიოთ ჩვენი გადაცემის წინა სტუმარს ეწვიოთ აუცილებლად თუ გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ EMT განათლებისა და მართვის გუნდის დამფუძნებელს ბატონ პავლე თვალიაშვილს და კიდევ უფრო წარმატებულები გახდებით მასთან ვიზიტის შემდეგ და იმ პროგრამების განვლის ხო სწორია მარიან გავლის შემდეგ რომელსაც ბატონი პავლეს თავაზობს მომხმარებელს თქვენ კი ძალიან დიდი მადლობა რომ ესე აქტიურად ჩაერთეთ ამ ბაზარზე საკმაოდ ისეთია პოპულარულია ნებისმიერ სეზონზე ზამთარშიც და ზაფხულშიც მე ვფიქრობ ნამდვილი მოლაშქრე არც სულ შეუშინდება ხა იქ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მარიამ ყაზბეგში ხა სამშაბათს რომ არის დაგეგმილი რამდენად ხართ მომზადებული ყაზბეგში ანუ არის ძალიან საინტერესო ტური მე ძალიან მომწონს ყაზბეგი ზოგადად აქედან გამომდინარე ძალიან დიდი სურვილი საიდან ხარ შენ თვითონ წარმოშობილი მე ქართველი ვარ ძალიან ეს კარგი ტური იქნება თავაზობთ ბევრ საინტერესოებს ადგილებს ასევე თავაზობთ რაჭას რაც მგონი საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ცნობილია კი ნამდვილად მართალია საქართველოს მოთხოვნად რეგიონებში ისე და ესე კახეთი ლიდერობს როგორც ვინო არა, თუმცა მე ჩემი წინა გადაცემის ამავე რუბრიკის ავტორის განმახსოვს, რომ შიდა ქართლი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ადგილია და თან ყველაზე მრავლის მომცველი, სადაც შეიძლება ვნახოთ ძალიან ბევრი სიახლეები. ასე რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს, ჩემო ძვირფასო მსმენელებო, ჯერ კიდევ უნახავი და სანახავი და სანამ საქართველოს ფარგლებს გარეთ დავიწყებდით ოცნებას რომ გამიგეთ, ჯობია მართლა საქართველოში ვიაროთ, მოვიაროთ ყველა კუთხე. მართლაც ისეთი, რომელიც არ უნახია ჯერ ქართველს და გადასმას. შენზე ყველაზე მეტად რომელმა ადგილმა მოახდინა ესეთი შტაბეჭდილება. რაჭა ჩემო სიყვარულო. არ გიმღერეს ესე ფიალებით რაჭაში. როგორი მასპინძლები არიან? ძალიან კარგი. და რუსე შენ? მე გახლავართ ქართლიდან, მაგრამ ძირითადად თბილისში დაბადებული გაზრდილი, ესე რა ვთქვათ. მაგრამ ადგილი გვაინტერესებს, რომელი მოგწონს ყველაზე მეტად, რომელმა დატოვა შენზე ესეთი შტაბეჭდილება და რომელს ურჩევდი ჩვენ მსმენელს რომ ნახოს. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, როგორ ფიქრობ, აი შენ
კარგად იცნობ იმ ადგილს, საიდანაც ხარ? არა, არ ვიცნობ, მაგას ვაღიარებ. ძირთად მე მოგზაურობდი, ესე ვთქვათ, და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ კარგად გამეცნეს ხო კახეთი. არ ვიცი რატო, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა მაგისი და საქართველოს არ მაქვს მოვლილი. და მაგიტომაც ანუ კახეთს ურჩევდი ჩვენს მსმენელს. ესე რომ ვთქვათ, კი, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სამეგრელოდანაც, რაჭიდანაც, სვანეთიდანაც, ვინც აქებს და ესე ვთქვათ, საქართველოს ულამაზესი კუთხე არის და ვერ გამოვყოფ ერთ რეგიონს, რომ აი არ წახვიდეთ და არ ნახოთ, თითქმის ყველა კუთხეში მოიპოვება. ულამაზი ადგილები, ძალიან საინტერესოა და არასდროს დამოვიწყდება ის დამალული ეკლესია ქეთი, რომელსაც ჩვენ აი ამ რუბრიკაში ვისაუბრეთ. და დიდი სურვილი მაქვს, რომ ოდესღაც აუცილებლად ვნახო. ისტორიები, ინსაიდერჯეს, ჭინკებსადადეები. ხო, ეს ახალი ისტორიები. აუცილებლად ნიმატურს აუცილებლად შევუერთდებით, ქეთი და მარიამი. მე კი დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ნიმატურს წარმატებას ვუსურვებ. რუსა მენაბდიშვილი, მარიამ ზაუტაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე და ქეთი მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით და ასე რომ ვისურვებდი რა თქმა უნდა რომ მთელი საქართველოს მოგვეარა და გვენახა და გარდა ამისა პირველი ნაწილიდანაც წამოვიღებდი სურვილს და იმასაც ვისურვებ რომ აუცილებლად ვეცადოთ ჩვენი უნარები გავავითაროთ და არასდროს არ შევწყვეტოთ და არის ერთადერთი არა ერთ-ერთი ის მეთოდი რომელსაც შეგვიძლია არაერთი უნარი გავავითაროთ და ნამდვილად გადაცემა მაძიებელი თქვენ ხომ არ დაამატებდით დიდი მადლობა 33-ს და გელოდებით აუცილებლად ჩვენს ტურებში დიდი მადლობა სტუმრებლებსაც მადლობა გადაცემა მაძიებელი მომავალ შაბათამდე მშვიდობება ჩვენს მსმენელს